ამდენი არ უნდა მეყიდა ძლივს მომაქვს. აიმე მადლობა. ალბათ ასეთ დღეში ვიქნებოდით ყოველდღე პროდუქტები და ნივთები ხელით რომ მოგქონდეს. ახლა ქაღალდის ჩანთების ისტორიას მოგიყვებით, რომლებსაც დღეს ჩვენ ხშირად ვიყენებთ. ქაღალდის ჩანთები პირველად მე-19 საუკუნის 50-იან წლებში გამოიგონეს. მისი მასიური წარმოება მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. მიზეზი კი ამერიკელი გამომგონებლის მარგარეტ ნაიტის მიერ შექმნილი მანქანა გახდა, რომელიც ქაღალდის კვადრატულ ძირიან ჩანთებს ამზადებდა. აპარატს შეეძლო ავტომატურად დაჭრა, დაკეცვა და დაწეპება. ამ მოწყობილობის შექმნამდე ქაღალდის მყარ ჩანთებს მხოლოდ ხელით ამზადებდნენ. მანქანა 30 ადამიანის საქმეს ასრულებდა, რის გამოც ქაღალდის ჩანთების მასიური წარმოება გახდა შესაძლებელი. მთლიანობაში მარგარეტი 30-მდე პატენტის ავტორი იყო, გამოგონებების ნაწილი კი საერთოდ არ დაუპატენტებია. მიუხედავად ამისა, მარგარეტი მარტოობაში გარდაიცვალა და ანგარიშზე მხოლოდ $275 დარჩა.